დღეს რის დღე არის? დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს დღეს. დღეს გვაქვს ისეთივე ძველია ეს თემა, როგორც სამყარო. ისეთი ძველი თემა გვაქვს, როგორც სამყარო, ისეთი თემა გვაქვს, რომლის გარეშეც არ არსებობს არავინ დედამიწის ზურგზე. ეს არის ჭორელი. ჭორი, მეგობრებო. ჭორი, ძველი, ახალი, ტყუილმართალი. ტყუილმართალი, ამბავი. ჭორებთან თავის წესები აქვს. აბა, წესები, ჭორი ესე არ არის რომ მარტო. აი მაგალითისთვის ეხლა ჭორაობა რო იწყება, როგორ უნდა მივხვდე რომ ჭორაობა იწყება ხოლმე? ინტონაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა? როგორ თავის ინტონაციები. ადამიანი შენთან რომ მოდის და იწყებს ლაპარაკს რომ მანანა მე ხო იცი შე როგორ მიყვარხარ. აი ამ ფრაზას რო გეტყვის ზუსტად უნდა იცოდე რომ იწყებს ჭორაობას. ხო. ვანიკო მე ხო იცი შე როგორ დიპატისცემ. აი ამას თუ გეტყვის უეჭველი ჭორაობა იწყება. თან სასტიკი. ხო. სუდი ჭორაობა იწყება. ან მაგათაც მე ხო იცი ზედმეტს არ ვიტყვი. ესე იგი ძალიან ზედმეტებს იწყებს. ძალიან ზედმეტებს აპირებს რომ თავიდანვე იყო. აქედან გაფრთხილებ რომ გასპოილერებს რა ასე რომ თქვა და თან იცი რა არის ძალიან დიდი მნიშვნელობა რო ყვებიან ხოლმე ბიჭო აი რაზე ვგიჟდები რო ყვებიან. ყოველთვის რო ჭორაობენ და ყვებიან, აი თქვა იგივე მანანასთან შეხვედრაზე, ხო? თვითონ ყოველთვის არიან ძალიან დასტოინი ტიპები და ვიზეც ლაპარაკობენ, ყოველთვის არიან ძალიან ცუდი ტიპები. აი როგორ აკეთებენ ხოლმე მაგას. ვანიკონიკა. მე ხო იცით ახლა ზედმეტს არ გახო. იმ დღეს მოვდივარ ვაკეში, აბაშიძეზე. თან დეტალებს ნიშნავდა. მარტო ვაკეში კი არა, აბაშიძეზე. დღეს მოვდივარ ვაკეში, აბაშიძეზე. ხდება მანანა და მეუნება. აიო, შენო იციო, რომ ილო ბეროშვილიო იქო, ვიღაცა გოგოსთან ერთად მოდიდოდია, თმა გაჩეჩილთანო და ბეროშვილს საყურე ეკეთა და რაღაცეებიო დაიწყო. მე უთხარი, მანანა, ეს კაი ტიპი. მე ეს კაი ტიპი. მე ესეთ რაღაცებს მე. რას ნუ გეუბნები, როდიდან გახტაო, შენ არ გაინტერესებსო, ეგეთი ამბებიო. როდიდან გახტები, რომ არ გაინტერესებს და მე უთხარი. მე მგონი შენთვის არ დამიყვირია. აბა დაწყნარდი. რა დაწყნარდი ვეთი როდიდან? მე ვუთხარი, ჩემი ლიკოზე მაგას ნუ ლაპარაკ. რა დაყვადა ბიჭო? გიცავენ, ბიჭო. იქით ამხრივდან მანანა როყება იგივენაირად ყვება მე ხო იცი შენზე ცუცის ვერ მეტყვის და მე რეიწყებს რამდენი ცუდი ლაპარაკა იმან შენზე. ხო, არის ეს მშვენიერი რჩევა. როგორც კი მაგას იტყვიან ეგ. როგორ ავარიდოთ ჭორს თავი დასაწყისში. კაცების პონჩი ის არის რომ ხო იცი ნიკა როგორ მიყვარ შეჩემა. და მე დაიწყებ ამბავ. გამიგავებული გაქვს კაცებს რომ მაგარი გაправებული გვაქვს ისე რომ ქალები ჭორაობენ რაღაცა და ჩვენ თუ რამეს შვევი ჩვენ ბაზრობ ძმაო. ხო, ეგეთი რაღაც გამართლება მოვიგონი და ჩვენ რო ავიღოთ ხა მაგალითად. ეს სამი კაცია აქ. მეც ახლა რას ვაკეთებ ყოველ საქვეყნოდ, ყოველ ორ შაბათს გამოვდივარ და რაღაცებს კეკულსავთ აქ ჭორაობს. უბრალოდ ჩვენ ეს გვაქვს გამართლებული ისე რომ ხელფასსაც კი გვიხდიან ამაში. საქმედაც. ჩვენ დავიკანოთ რომ ჩვენი სამსახურია ეს 1000 სისხლეს ჭორაობს რა. და ინტერნეტ ბანკში რო შედიხარ. ანუ უფასო მუსაიფი ჭორაობა, მაგრამ თუ ხელფასს გიხდიან სამსახურია. საქმეა. ჭორაობა სიღებ სამსახურია. ფათაშორის ჭორზე არის აი სამყაროს დასაბამიდანვე იწყება მე მგონი ჭორის დაწყება. ხო? კი, სულ იყო და საერთოდ მე როგორც მგონია პირველი ჭორი წამოვიდა ედემის ბაღიდან. შენ ადა რა უნდა გითხრა ეხლა შენ? ეს ევა ეუბნება? სხვა იქ არავინ არ იყო. ხო შეიძლება სადაც გველი დაელაპარაკა ევას, რომელიმე მაგალითად რა ვიცი, ხცვინი დალაპარაკებოდა ადამიანს. მაგრამ ეს ადა მოკლედ იქ რო ხეა ხო იცი რაღაც უცნაირი არ ჭამოთო და რაღაცები ის ყოფილა რაც ყოფილა. საიდან მოიტანე ქალარის ხო? ერთი ძალიან კარგი ბინადარია ჩვენთან გველი იმან მითხრა. კაია ჭორები. всё, აი ჭორი წამოვიდა ამბავი და ისე დავიწყე. ის მე ჭორები არსებობს. მოკლედ ჭორი ხო არის რა, მაგრამ ჭორსაც თავის ფორმა აქვს. აი ილომ თქვა რომ ინტონაციები არის რომ ჭორი უფრო გაამყაროს. ასევე არის ფორმები ჭორის. მოულოდნელი ერთ ადამიანზე ორზე ჯგუფური ჭორიც არსებობს. ჯგუფური, აი მაგ გუნდური ჭორი. ნუ რამდენიმე აი გაერთიანებული ჭორი, აი რო აერთიანებ მაგალითად ჭორს. აი უპა უხად ხო უთხარი და ეგრევე გაიგებს. გავიდე. ეგრევე გავიდე. თავისი ენა. აი ხო, აი მაგალითად თქვი რამე ჭორი ჩემზე. შენზე რა აი ვიცი. თქვი რა მოიგონე ახლა რაღაც ისე. ნიკა გრიგოლიას თურმეთი დაიწყე. თურმე ნიკა გრიგოლიას ზესტაფოში საიდუმლო ბუნკერი ქონია. შვენიერი ჭორია. აჰა. აი. შვენიერი ჭორი ilоზე თქვი რამე. ilоზე რა თქვა ახლა? ცისფერი ტანგით დადის.
ჭორი თქვი კაცო სიმართლე კი არა. ნახე, ისკი არა. შემომიტრიალე. ჭორი მეთქი. ვირო მადლიო. ბუნკერზე აღარა გავიმეორე, გესმის რომ ეგ ჭორი არ არის მეთქი და კაი, არა უშავს. კაი, რა მოხდა ეხლა? არა, თან იცით რა ძაღის ცისფერი ტანგაო. ანუ ის არ მაკმარა რომ ტანგას ვატარებ და დაამძიმა და ცისფერიო. მე ჩემი ხეთი შემიჩავთე, არ შემიჩავე. კარგი, არაფერი არ ტეხავს ეხლა მაგაში. წარმოვიდგინე რაღაც რომელიც ჟურნალში რომ ესე წერია. რაფერის ტანგას არა აქვს გადაწყვეტილი შეიძლება ეხლა ტანგა ხან მართლა სულ ცისფერი კი არაცვია ხალხო იცის ხან ერთი ფერია ხან მეორე ფერია ის ტანგა ეხლა. ნუ აიჩი. ო რა პრობლემა? მე მაცვიაც მაქვს შავი ტანგა. ამგე? რაღაცა ცისფერი და რაღაც ფერადი ტანგები კი არ მასვია. შო, გადაწყვეტილი. ილო ბეროშვილის შავი ტანგი. აჰა, უყურე, ორი ჭორი ხო დანას დასვა. მოაიტაცებ. კოსტუმს კი მოუხდებოდა. ორი ჭორი ხო დასვა. ერთი ჭორი რომ მე თურმე საიდუმლო ბუნკერი მქონია, მე თურმე მართლა ილო ტანგი დადის და კაცი ახლა აპრავებს რომ შავი. რას არ გაიგებს კაცი? შეგვიძლია ამას და ამას შენზე მოვიგონოს მაგალითად რომ თურმე ვანიკო თარხნიშვილი გამობით ჩუმჩუმად სტრიპტის ცეკვავს მაგალითად. ეს ხო იყო სამი ჭორი ცალ-ცალკე. მე შეგიძლია გააერთიანო ეს სამი ჭორი უყურე მაგალითად და წახვიდე ესე. თურმე ვანიკო თარხნიშვილი ნიკა გრიგოლიას საიდუმლო ბუნკერში რომელიც იმას ზესტაფონში აქვს ილო ბეროშვილის ცისფერი ტანგით ჩადის და იქ ღამღამობით სტრიპტის ცეკვავს. აი ეს არის ჭორის გაერთიანება, მაგრამ ყველაზე უბედურება ის არის რომ ამ ჭორს მაინც მოიტისკება. მაინც მოიტისკება ამ ჭორს. ესე აიწყო ძმაო, შენ ხო იცი, შენ ხო იცი რომ ესე აიწყო ახლა რა. ისა რკია თან ეხა ჭორის დროს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დამაჯერებელი რო იყოს ჭორი წყაროს. ხო, აბა რა, ვინ საიდან მოდის ამბავი, აბა რა. და ძირითადად წყარო რო დამაჯერებელი იყოს, ამობენ ხოლმე რას, რომ აი პრეზიდენტის დაცვაში, არა, პრეზიდენტთან დაცვაში მუშაობს ჩემი ახლობელი. ასე რომ კაცი დაიწყებს, ხო გჯერა ეგრევე გჯერა, ხო? პრეზიდენტთან დაცვაში თუ არის და მე არის ამ ჭორის კიდე გადმოჭორავება რა, რომელიც ძირითადად როგორ იწყება ხოლმე, იცი? ჩემი ახლობელი მუშაობს პრეზიდენტის დაცვაში და ყოველი ახალი ადამიანი ამატებს თითო ახლობას სულ ამატებს რა. ჩემი ახლობის ამბავიც ემატება. ხო, და ამბავიც ემატება, ახლობლებიც ემატება. ნუ მე ფოლკლორია რა, ფაქტი. თითო ვერსია ემატება მე რა. ვერ შეიტან ახლა რა უნდა უთხრა, კაცი გეუბნება რომ პრეზიდენტის დაცვაში ჩემი ახლობელიო რა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და დეტალებს. კი, და გარდა ამისა კიდე არის ადგილები, სადაც აი საჭორაო ადგილები რა, მაგალითად აი ზოგი ადგილი არის ესეთი, რომელიც ნაკლებად გაძლევს ჭორავების საშუალებას, მაგრამ ხო არის ადგილები, აი მაგალითად შენ ხშირად ამბობ ხოლმე, რომ ტაქსში ხშირად ხდება ჭორავობა, ხო? აი ეს აუბარი, იქ და ასევე მაგალითად აი საჭორაო ადგილები არის, აი შენ მაგალითად რომ დადიხარ სპორტდარბაზში, იქ ხო ჭორა გასახდელში ხო ჭორავობენ? არა, კაცო, ეგ ჭორია. რა, გასახდელში არ ჭორავობენ? არა, მე რო სპორტდარბაზში დავდივარ. არა, ხო, ნუ. ხო, ეგ ვიცი. არც მინახავს. ხო, ეგ ნამყოფი. არიგა? ნუ მოკლედ იმის. მოკლედ იმის თქვა მინდოდა რომ საჭორაო ადგილები ზოგი არის გამორჩეული საჭორაო ადგილი, კარგი, აღარაფერი მაპატია. არის ეგა? სხვათა შორის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იყო ჭორებთან დაკავშირებით. მე და შორინას რომ მიყავდა იღბლიანი ბორბალი. აი, არც ერთი ჭორი არ მწყენია. აი, ანახმავი აი საერთოდ ხმა არ წინააღმდეგებოდი არც ყველა ჭორი მოგწონდა, ხო? ყველა ჭორებს რო ბაზრობენ შენ იქნებოდი რასიზავ. რასიზავ ძმაო. მე მგონია რომ საინფორმაციო ძალიან რეიტინგული იქნება თუ ექნება ჭორის ფორმა. აი წარმოვიდგინე რა, იწყება საინფორმაციო გამოშვება. ხუდი. ეგრინ გარაგამ, გირიგიმ, გარაგამ. ახლა რა კითხვა? მოკლედ უკრაინაში ამბებია დედა შვილს ხელში არ აიღო. კაცო მე გეუბნება ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ხო იცით მიხო კაცო სააკაშვილი? აი ხა ესე თუ დაიწყება ჩემს ძალიან გადასვლა შეიძლება. ჩვენ ახლა აი არა ვინ უნდა მოგიყვეს ყველაფერს ახლა ჩაგვერთვება ვანიკო არა გეხვეწები მე არ მათხა აი რაღაცნაირად გამოვა აი სხვა გიждები ესეთი ისე ჭორის ინფორმაციები თუ ისე განსხვავდება ხა საინფორმაციოები ამ არა ტონი განსხვავდება რა ხა დაბულტონს მოუხსნით და უფრო შეიძლება აი ის მანდაც ეგეთი ესე მელია გამოვიდა იმანო თხა კაცო ესე გამოვი ეგრე უნდა აუ ეგე ძალიან გაასწორებდა წარმოიდგინე კი ეგრე ნუსების საკითხი ხარიბაშვილი და იცი ქვენო რომ მოხვედითო აქ და გასწორე ხო და საინფორმაციო არ ვიცი ძმაო მაგრამ მე
გეტყვით, რომ საქართველოში, ნუ ეხლა რაღაცნაირად მართლა ჩვენი გადაცემაც ხუმრობით შეიძლება, მაგრამ რაღაცებს ჩვენს ასე ვთქვათ, ჭორაობს და გიხუმრეთ წეგან, რომ საქმე გადავაქციეთ ეს თქო, მაგრამ საქართველოში მე ვფიქრობ არიან ადამიანები, ნახ ჩვენი შოუ კიდე იმდენად ფორმატით არ არის მთლად ასე რომ დავიკვეხნოთ, რომ მთავარი ქვეყნის ჭორის მამები ჩვენა ვართ. თუმცა ქვეყანაში მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის მთავარი ჭორის მამები და დედებიც ყავს, მაგრამ აი მე მაგალითად მთავარ ქვეყნის ჭორის მამას სტატუსს მივანიჭებდი, სიტყვაზე შოუს ფორმატიდან გამომდინარე, გია ჯაჯანიძეს. მე როგორ არა გია ჯაჯანიძე მე ვფიქრობ, რომ იმსახურებს, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ გია ჯაჯანიძე იმსახურებს, რომ ქვეყანაში გია ჯაჯანიძის სახელობის ჭორების სახელმწიფო მაგალითად უნივერსიტეტიც შეიძლება არსებობდეს. უნივერსიტეტი ესე დავაყოთ. უნივერსიტეტი ჯობია იყოს შოუს უნივერსიტეტი იყოს, პრაიმ შოუს. იმიტომ რომ გია ჯაჯანიძის ჭორთა ორდენი არსებობს. ორდენი? უმაღლეს ლოჟაშია, თავისთან მასწავლებელი ხო გამოდის ხოლმე? და მასწავლებლების ფონდში ჭორთა ორდენი აქვს. უმაღლესი ლოჟა. მეგობრობა და პატივისცემა, მაგრამ ორდენი გაგიშიფრა მოხერხნა ამ რა. დაგწვით. ესე ახლა მაგაზე ვფიქრობდი ხა, რომ აი ჭეშმარიტება ილომ თქვა რა. აი ჭორს თავის ინტონაცია აქვს, მართლა ეგრეა რა, ჭორს ახლა მართალივით თუ მოყევი აზრი აღარა ხო? ან რაღაცნაირად ისე უნდა მოყვე, რომ აი რაღაცა მუღამი უნდა კონდეს და ეხლა წარმოიდგინე ხო აი რაღაცები, რასაც აი ჭორი არ უხდება რაღაცეებს, აი ჭორთან ვერ ასოცირებ, აი სიტყვაზე რო ავიღოთ კაცობის, მამაკაცობის, ვაჟკაცობის, ჩოხის და იმის სიმბოლო ერთ-ერთი, ისეთი დათათუთაშხია ხო გმირი პერსონაჟი ლიტერატურული, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ხო არის აი ხო სახეა რა, კაცი ვაჟკაცობის, მამაკაცობის სახეა ხო, აი ხა ხო ყველანაირად გამორიცხავს რა, რომ მაგალითად ისეთ ფრაზას ამბობს თავად ეს გმირი რა პერსონაჟი, რომ მაგალითად არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში, ანუ აი კლავს პირდაპირ ჭორიკნობას, აი აღრჩობს, გუდავს პირდაპირ რა. ცირკულში ვეკო. თუმცა ეხლა დააკვირდით რა, იგივე ფრაზა რომ გაგზელეს, არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში. მარა. აი მარტო ერთი სიტყვა. აი მარტო ერთი სიტყვა. აი მარტო ერთი სიტყვა. აი თიყვა. არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში. მარა ბუნძღო. აი, მოკლედ ყველაფერს ავისი ბატაშოვის დათათუთაშია. ჯონჯოლია ხორიშვილო, გითხრა ახლა. ისე დათათუთაშია ფაქტიურად ჭორმა მოკლა თუ გახსოვთ. კი. რა გენი გუდუნა ესე ჭორით ჭორი გაუბაზეს რაც გახსოვთ. მოკლედ მეგობრებო, ჭორთან, ინტონაციასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით დღეს ძალიან საინტერესო ზარი გვაქვს. ზარი. ზარის ავტორი ვინ იქნება? ამას ახლა ვეკეთვით. მეგობრებო, ტელეფონი აქ არის, აქ არის ზარი მზად არის, ალესილია. მომეცით ნომერი? მომეცით ნომერი და ამასობაში გეტყვით რა ხდება. ესე იგი, დღევანდელი ზარის ავტორი იქნება ილო ბეროშვილი. რატომ იქნება ილო ბეროშვილი? ამას ახლა ვენახავთ. ვისი ხმით დარეკავს, სად დარეკავს ნომერი? ჩვენი კოლეგა შემისახლდება. დიახ. ჩემი კოლეგა შემისახლდება. უთხრათ ხომ მეგონი მაყურებელს ვინ შემისახლდება. ახლავე აუხსენი. მოკლედ ჩვენი კოლეგა უსაყვარლესი ლაშა ბუღაძე შემისახლდება და ასევე ჩვენ კოლეგა ტორესას უნდა დაურეკოთ. არ ვიცით თუ არა, მაგრამ ლაშა ეხლახანს აიცრა და ამასთან დაკავშირებით უნდა დაურეკოთ ტორესას. ნახოთ ეხლა მიხვდება თუ არა მე ვარ თუ ლაშა ბუღაძე. ეკავს ტორესთან. აბა შენ იცი ბევრ სისულელეს გისურვებთ. ალო. ალო? ტორეს როგორ ახარ? ლაშა ვარ. ой, ლაშა, კარგია, შენ როგორ ხარ? რამი როგორ ვიქნები ხა არ მიცნობ მე კაცო. რაღაც უხასიათოდ ვარ. რაღაც შეტორე შეხო იცი მე ავიცერი. ეს დღეები იცი? ხო, ავიცერი ხა. ხო, ნუ რა გავაკეთო ხა დავიტანჯე ხა ამდენი რაღაცები ციარულით, ესე კი ყოველ დღე ხა იარიან საგიჟეში კომენტატის საათია რაღაცა პირბადებიდებით შევიშალე. ხო და გამოწდა შანსი და გავიკეთე აცრა ხა ხომ იცნობ და ეს დღეები გადაცემაზე უცნაურს არაფერს არ მატყო. არა ხა რატო გეუნები გესმის რომ გუშინ ხამე ვნახეთ ჩინური სიზმარი. ესაც რა ხო ჩინურია და ჩინური სიზმარი ვნახეთ ახლა ნუ რა გავაკეთო ახლა ვერ გავიგე ყველაფერი გავიგე რაც ხდებოდა სიზმარში. დრამატურგია სიზმრის დაცული იყო. ეხლა რო არ მოგათხოვო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა ნუ რა გავაკეთო ახლა დავიტანჯე, იმიტომ რომ კორტასტარზე და ბორხეზე გაზრდილი კაცი ვარ და კოჩა მანველიძის კითხვა დავიწყევი. ნუ არც ეგ არ არის ხო ნორმალური. ალე, ვერ გავიგე რა და ტორეს
ბორხეზე და კორტასარზე გაზდილმა კაცმა დავიწყე გოჩა მანველიძის კითხვა. ნუ ეხლა ხო ხტები? ბიჭო, სარადგინე მერე მოიტანე. ნუ ეხლა რა ვიცი ეხლა ანუ შენ გადაცემაში მაწყობ რომ ნორმალურად ვიქცევი? რაღაცა ზედმეტები ხო არ მომდის იქ? არა იმ დღესაც შენ კონცერტზე ვიყავი და ჩინურად მესმოდა ყველაფერს რასაც მღეროდი და ეხლა რა გავაკეთო ვერ გავიგე. მისმინე, და გოჩა მანველიძის რომელიც აიგიჩე სარანგის ინგლისს. ყველა 12 ტომი წავიკითხე გოჩა მანველიძის. სხვადასხვის არ არის უცი. კარგად ბაძავ, მაგრამ ათხარ ჩავდა. გალსეთ ჯობია. მე არ ვიცი თორეს. თავარი ბიჭებიდან გირეკავდა, არ ვიცი ახლა. ჩემი ხმით მიხდი თუ იმითი რომ ბუღაძე მანველიძეს არ წაიკითხავდა. თავიდან მართლავერი მივხვდი და დავიწყე. ამასთან დავუწყე ბოლოს ეთერში პოლიტიკაზე ვიკამათეთ და მეც მაგას ხო არ მართლა? რა გაუბაზეთ? როგორ ითხოვდა? რაღაცა მითო. ტორეს მოგიკითხე. არა, უნდა შევიძრენ ახლა პარლამენტში თორეს რას მელაპარაკები, კაცო, ვერ გავიგე, ალბათ ესე გეტყოდა და. განსურად მე ხმაბოდიში. ტორეს დიდი მადლობა, გენაცვალე. მადლობა. მადლობა. ზა